ჩემო ძვირფასო თანამემამულენო. ჩემ პრეზიდენტობის მეორე ვადა დასასრულს უახლოვდება. გუშინდელი არჩევნების შედეგი ჩვენთვის უკვე ცნობილია და შესაბამისად საპრეზიდენტო სასახლიდან ეს ჩემი ბოლო მიმართვაა საქართველოს საზოგადოებისადმი. მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენი საყვარელი საქართველოს მოქალაქეებს. იმისთვის რომ ორჯერ მომეცით შესაძლებლობა მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის პრეზიდენტის რანგში. პატივთა შორის არაფერია იმაზე დიდი, ვიდრე ემსახურო საკუთარ ქვეყანას. შესაძლებლობათა შორის არაფერია იმაზე დიდი, ვიდრე გქონდეს შესაძლებლობა დაეხმაროს სამშობლოს წინსვლასა და განვითარებაში. მინდა მადლობა გითხრათ და თქვენთან ერთად გავიხსენო თუ რას მივახციეთ ერთად და რა არის ჯერ კიდევ მისაღწევი. მინდა გავიხსენო გზა, რომელიც ჩვენ დავასრულეთ და გზა, რომელიც ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს. ის დაბრკოლებები, რომლებიც ერთად დავძლიეთ და პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კვლავაც გადასაჭრელი აქვს. მინდა მოგმართოთ თქვენდამი სრული ნდობით, თავდაბლად გაგანდოთ ჩემი აზრები და გაგიზიაროთ ღრმა ემოციები, გადაგიშალოთ გული და ჩაგახედოთ ჩემს სულში. მოდით ცოტა ხნით ყველა მოვწყდეთ ჩვენს პოლიტიკურ ყოველდღიურობას. მოდით რამდენიმე წუთით დავივიწყოთ ჩვენი კამათი, დაპირისპირება, პოლემიკა და ერთად დავფიქრდეთ რა შეიცვალა ბოლო 10 წელიწადში. რას ნიშნავდა ეს ჩვენთვის, რა უძღოდა ამ წლებს წინ და რა უნდა მოყვეს შემდგომში. მოდით რამდენიმე წუთით დავივიწყოთ პარტიული, რელიგიური, ეთნიკური განსხვავებები და დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო საქართველოს მოქალაქე. რას ნიშნავდა ეს 10 წლის წინ და რას ნიშნავს ეს დღეს და რას უნდა ნიშნავდეს მომავალში. ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს. ყველანი საქართველოს შვილები ვართ და გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. თუმცა საკმარისი არ არის სუფრასთან სადღეგრძელოების წარმოთქმა. ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, რას ნიშნავს იყო ქართველი და რა ვალდებულებას გვაკისრებს სამშობლოს სიყვარული. მას შემდეგ რაც დასრულ ასაკს მივახციე, დავიწყე ქართველობის ჩემეული ცნების ძიება. რას ნიშნავს ეკუთვნოდა ამ ერს? მიდოდა მომეძებნა ეროვნული იდენტურობის ისეთი განმარტება, რომელიც ერთი მხრივ ერთ მუშტად შეკრავდა ჩვენს ასე ხშირად დაგსაქსულ და ასე დაქუცმაცებულ ერს, ხოლო მეორე მხრივ იქნებოდა იმდენად პროგრესული, რომ გარდაუვალი გახდებოდა ჩვენს ოჯახში თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახში დაბრუნება. ჩემი თაობის ყველა წარმომადგენელი, დაკარგული თაობის, ეს ზოგმა ასეც გვიწოდა, დაღდასმულია სამოქალაქო ომის შედეგებით, ზიზღისა და განცალკევების პერიოდით, როდესაც ყველა ერთმანეთს უპირისპირდებოდა, მაშინ როდესაც დავით აღმაშენებლის ერი, თამარ მეფის ერი, ილია ჭავჭავაძის ერი დადგა სრული განადგურების, თვით განადგურების საშიშროების წინაშე, საკუთარივე ბრაზის, შეუწყნარებლობის, ჩვენი პოლიტიკოსების არაკომპეტენტურობისა და კორუფციის წყალობით. ჩემი ძიება დაიწყო სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოს წარუმატებლობის და სიბნელის ეპიცენტრში იყო. როდესაც ხალხი მზად იყო მოეკლა თავის მეზობელი, მხოლოდ იმიტომ, რომ მას სხვა ეთნიკური წარმომავლობა ჰქონდა. მზად იყო გაეძარცვა საკუთარი ბიძაშვილი, მხოლოდ იმიტომ, რომ მან უკეთესი სამსახური იშოვა. ჩემ ოჯახში შემოვიდნენ, გაძარცვეს ძალიან ბევრი ოჯახი საქართველოში. ფიზიკურად გასწორებოდნენ ადამიანს, მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი ჰქონდა, ან სხვანაირი ჩაცმულობა და ვარცხნილობა. როდესაც სამართალს ევროპასა და ამერიკაში ვსწავლობდი, თავში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა. გამეგო, თუ რა იყო ის, რაც ამართლებდა ამ განვითარებულ ქვეყნებში და რაც არ ამართლებდა ჩემს ქვეყანაში. ეს იყო საშინელი დრო საქართველოსის. მახსენდება დედაჩემის ჩამოსვლა ნიუ-იორკში. მაშინ იქ ვსწავლობდი ამერიკის მთავრობის სტიპენდიით და ყოველი თვის სტიპენდიიდან ვაგროვებდი ფულს, რომ დედაჩემი დაემპატიჟებია ამერიკაში ჩემ გამოსაშვებ დღეზე დიპლომის გადაცემაზე. და როცა დადგა ეს სანატრელი დღე, მახსოვს დედაჩემი, რომელიც მანამდე წლინახევრით ადრე დავტოვე თბილისში, ეს იყო 1993 წელი, ჩამოვიდა ამერიკაში, გამოვიდა აეროპორტში და ეს ახალგაზრდა ქალი ვერ ვიცანი, ისე იყო შეცვლილი ამ უბედურებით, რაც ხდებოდა საქართველოში. მართლა ისეთი განცდა იყო, რომ გეგონება 20 წლით დაბერდა. და ესეთი იყო ეს მაშინ თელი საქართველო, ასე უჭირდა ყველას. ამიტომ გადავწყვიტე, აღარ გამეკეთებია და აღარ გამეგზელებია იურისტის კარიერა ნიუ-იორკში და დავბრუნდი საქართველოში. რათა დამეწყო ბრძოლა
პარლამენტის წევრობისთვის, პოლიტიკაში ჩემი ადგილის დამკვიდრებისთვის. ჩემი მამოძრავებელი სწორედ ეს ძიება და ამ ძიების პროცესის შეკითხვებზე ნაპოვნი პასუხები იყო. ჩემი შესაძლებლობები არასდროს არ შეიმფასებია გადაჭარბებით. მაგრამ არც იმის ჯეროდა ოდესმე რომ სიბნელე იყო ჩვენი ბედისწერა. ყოველთვის მიმაჩნდა რომ ყველანი ერთად ნამდვილად შევძლებდით საქართველოს შეცვლას უკეთესობისკენ. ფიქრობდი რომ ის რაც შესაძლებელი იყო დასავლეთში ხალხის მიერ არჩეული მთავრობა ყოფილიყო ხალხისთვის გახსნილი და შესაძლებლობებზე დაფუძნებული ეკონომიკა, კანონის უზენაესობა, სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური თუ პოლიტიკური ჯგუფების თანაცხოვრება ღია მშვიდობიან და თავისუფალ საზოგადოებაში შესაძლებელი იქნებოდა საქართველოში. ეს შესაძლებელი უნდა ყოფილიყო იმიტომ, რომ ეს ასე იყო ოდესღაც. ეს შესაძლებელი უნდა ყოფილიყო თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს ერს ეს ნამდვილად გულწრფელად ღრმად და მტკიცედ სურდა. როდესაც ჩვენ დავაფუძნეთ ნაციონალურ მოძრაობა. ამ ჩვენი პროექტის არსი, მიზანი და იდეა იყო, რომ სწორედ ის, რომ სიტყვისთვის ნაციონალური მიგვეცა ახალი მნიშვნელობა და გამختარიყო არა გათიშულობის, არამედ ერთიანობის სიმბოლო. ჩვენს პესიმისტურად განწყობილ საზოგადოებაში საჭირო იყო პატრიოტული გზნობის და შეგნების აღორძინება. საჭირო იყო გაგოღვევებია ჩვენი საერთო მომავლის წმენა და გაგოღვიძებია ჩვენი ქვეყნის და საკუთარი თავის იმედი. მიუხედავად შეცდომებისა და ხარვეზებისა, ეს არის ის, რაც ბოლო წლებში ყველამ ერთად გავაკეთეთ. ჩვენ გავაღვივეთ იმედი, ჩამოვაყალიბეთ პატრიოტიზმის ახალი ფორმა, დავიბრუნეთ დიდი ხნის წინ დაკარგული ეროვნული სიამაყე, რომელიც დაყოფის ნაცვლად აერთიანებს, რომლის პირობებში იმისთვის რომ იამაყოს საქართველოს მოქალაქეობით, იამაყოს საკუთარი თავი და სახელმწიფოთი, არც შენ გვარს აქვს მნიშვნელობა და არც რწმენას. არასდროს დამოიწყება ვარდების რევოლუციის შემდგომი დღეები, როდესაც ჩვენ მოვედით იმ ბნელ სამთავრობო უწყებებში, სადაც ჯერ კიდევ საბჭოთა შმორის სუნი ტრიალებდა. კარგად მახსოვს რა ვნახეთ აქ არაფერი არ დაგვდა წარსულის აჩრდილების და სიცარიელეს გარდა. არც ბიუჯეტი იყო და შესაბამისად არც ფული პენსიების და ხელფასის გასაცემად. აქ არაფერი იყო გაცვეთილობისა და ბიუროკრატიული სიხარბის გარდა. მახსოვს ჩემი წინამორბედის კაბინეტში დამხვდა წყლის კაცრი, რადგან წყალი უმეტეს დროს არ მოდიოდა, დამხვდა დენის გენერატორი, რადგან დენი პრეზიდენტის კაბინეტშიც კი ხშირად ითიშებოდა და კატა, რადგან იქაურობა ვირთხებით და თაგვებით იყო სავსე. მახსოვს ერთმანეთს გადავხედეთ და რაღაც მომენტში მახსოვს ვინანეთ კიდევაც რომ საერთოდ შემოვადგეთ ფეხი ამ უწყებებში. მაგრამ ჩვენ სწორედ ის აზრი გვამოძრავებდა და გვიბიძგებდა დაუყოვნებლივ დაგვეწყო რეფორმები, რომელიც იმ დღეების განმავლობაში ამოვიკითხეთ ჩვენი ხალხის იმედიან თვალებში. მათი ღიმილი და გამამხნევებელი სიტყვები, ვინ ჩვენ გვენდო, იმ ხალხის ბიძგი, რომელსაც მოგცა ძალა, დღე და ღამე მუხჩა უხრელად გვემუშავა. და 10 წლის შემდეგ ახალი მინისტრები და ახალი პრეზიდენტი შედიან აბსოლუტურად განსხვავებულ შენობებსა და კაბინეტებში. მართავენ სრულიად სხვა სახელმწიფოს და იღებენ პასუხისმგებლობას აბსოლუტურად სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ამას ვერ უარყოფენ ნაციონალურ მოძრაობის ან ჩემი პიროვნების ყველაზე დაუნდობელი კრიტიკოსებიც კი. ამას ვერც უარყოფენ და არც უნდა უარყონ, რადგან ეს არის საერთო საქმე ხალხო. მთელი ჩვენი ერისა და ყოველი თქვენგანის საერთო მონაპოვარი. ეს ჩვენი საერთო სახლია, რომელიც ყველამ ერთად ავაშენეთ. თითოეული მოქალაქისთვის ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ, თქვენი გაკეთებულია. ყველაფერს, რასაც ჩვენ მივახციეთ, თქვენი მიღწევაა. პრეზიდენტობა მერწმუნეთ არ ნიშნავს იყო ვიღაც. პრეზიდენტობა ნიშნავს აკეთო რაღაც. თქვენ საქართველოს საზოგადოება ხართ ძალაუფლების წყარო და კანონიერება. თქვენ ხართ დასაწყის და საბოლოო მიზანი. თქვენ საქართველოს შვილები იყავით, ხართ და ყოველთვის იქნებით თავარი ძალა. თქვენ არ შეიძლება იყოთ არც ერთის ცალკე აღებული შიდა თუ უცხო მმართველის ბრმა ინსტრუმენტი, არ რომელიმე მილიარდერის უბრალო სათამაშო. არასდროს დაივიწყოთ ეს. არავის მისცეთ უფლება წაგართვან ეს სტატუსი. არასდროს დაივიწყოთ თქვენი ძალა და შესაბამისად თქვენი პასუხისმგებლობა საკუთარი ერისა და შთაომალობის წინაშე. ახლა კი მინდა მოწიწებით თხოვოთ თითოეულ თქვენგანი დაფიქრდეს და დადგეს სოციალურ პრობლემებზე და ეხლა ბნელ პოლიტიკურ მოდაზე მაღლა მინდა საკუთარ თავს ვკითხოთ. ვართ თუ არა იმაზე უკეთესად, ვიდრე ვიყავით 10 წლის წინ. შევძელით თუ არა ყველამ ერთად ჩვენი ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა. გაიცემა თუ არა პენსიები და მოგვეწოდება თუ არა ელექტროენერგია და წყალი. გზნობთ თუ არა თავს უფრო დაცულად და იყო თუ არა ყოველივე ეს ადრე.
ცვლით თუ არა მთავრობებსა და პრეზიდენტებს მოწესრიგებული არჩევნების გზით, მაშინ როდესაც მათი ცვლა ტრადიციულად ხდებოდა გადატრიალებებით და რევოლუციებით. არის თუ არა უფრო ძლიერი ჩვენი სახელმწიფო ადრინდელთან შედარებით. შეიქმნა თუ არა ჯარი ძველმშიერ ჯართან შედარებით. მოუშალეთ თუ არა ქვეყანაში კორუფცია. მოუშალეთ თუ არა კანონიერი ქურდების ინსტიტუტი. იზრდებიან თუ არა ჩვენი შვილები იმას ლამას და დაცულ გარემოში, ვიდრე ჩვენ ვიზრდებოდით 80-იან და 90-იან წლებში. არის თუ არა ჩვენი ქალაქები უფრო კომფორტული და უფრო უსაფრთხო. დაუახლოვდით თუ არა უფრო მეტად ჩვენს ევროპულ მიზანს. არის თუ არა უფრო სასურველი და საამაყო იყო დღეს საქართველოს მოქალაქე. მინდა რომ თითოეულმა თქვენგანმა პასუხი გასცეს ამ შეკითხვებს. ბევრჯერ მისაუბრია ამ პერიოდში მიღწეულ პროგრესსა და წარმატებებზე. და ამჯერად სლათ აღარ ჩამოთვლი მათ. თუმცა მინდა თქვენ გულში ჩაიხედოთ და გულწრფელად უპასუხოთ ამ მარტივ შეკითხვებს. ვინაიდან ჩვენ საქართველოს ცხოვრობთ, შეიკრიბოთ თუნდაც ჩვენს ტრადიციულ სუფრასთან, სადაც ჩემო მეგობრებმა კარგად იციან, რომ ყოველთვის გძალავდი და მეზიზღებოდა ჩემი პირადი სადღეგრძელოს შესმა. და უბრალოდ სადღეგრძელოს შორის ინტერვალებში უფრო ცლად გაუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები. ვიკამოთოთ კიდევაც იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ ან შევცვალოთ ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, უფრო მეტად რევოლუცია ის, რაც მოხდა საქართველოში ამ წლების განმავლობაში. ჩვენ ხელახლა აღმოაჩინეთ საკუთარი თავი და საკუთარი ისტორია. ჩვენ ხელახლა აღმოაჩინეთ, რომ არ ქონია მისჯილი ვიცხოვროთ წარსულში არსებული ბრაზით, წუხარებით, პესიმიზმით, კორუფციულ გარემოში, ან ვიყოთ დამოკიდებული უცხოელ მძანებელზე. ხელახლა აღმოაჩინეთ, რომ ჩვენს გულში იყო თავისუფლების, სიყვარულის, ოპტიმიზმის, შემწყნარებლობისა და დამოუკიდებლობის ფესვები. ჩვენ ხელახლა აღმოაჩინეთ ის, რაც ყოველთვის აძლევდა ჩვენს ერთს გაბწყინების საშუალებას. დენით აუწერელი წინააღმდეგობის გადალახვის შესაძლებლობას. ჩვენ მტკიცედ შევაბიჯეთ მომავალში ჩვენი დიდებული წარსულის აღორძინებით და არა მონური და სამარცხვინო წარსულისა, რომლის დაბრუნებაც დღეს ზოგიერთებს ძალიან სურთ. ვინმე შეიძლება ხელახლა აღმართოს სტალინის ძეგლი, მაგრამ ის რაც ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ, აცოცხლებს ჩვენი საამაყო მამების სულისკვეთებას. ჩვენი საამაყო მამები იყვნენ ჩვენი დიდი მეფეები, პოეტები, ფილოსოფოსები, სასულიერო მოღვაწეები და არა სტალინი და ორჯონიკიძე, არა მოძალადეები, კომუნისტები ან გამყიდველები. ისინი არ აშენებდნენ გულაგის საკონცენტრაციო ბანაკებს და არ მართავდნენ მოსკოვიდან. მათი გული და სული ეკუთვნოდა საქართველოს და მათის არ დაიშურეს საქართველოს გადასარჩენად. სიცოცხლე შესწირეს მის თავისუფლებასა და გაძლიერებას. დროა შევწყვიტოთ ერთი და იგივე რიტორიკული შეკითხვის დასმა. გვეშველება რამე? ან ცნობილი სტროფების, რომელიც 90-იან წლების ფაქტობრივ ჰიმნადაც იქცა, ყველას გვახსოვს, აწყო თუ არ გვწყალობს, მომავალი ჩვენია. უაზრო ღიღინს. და ორთავეს აწყოსაც და მომავალსაც შევხედოთ გამართლებული ოპტიმიზმით და არგუმენტირებული იმედით. ეს არ არის ძეგლების აგება. ეს არის ქვეყნის შენება, რომელიც სრულიად შესაბამება მათ ხედვას, მათი გულისა და სულის ნადებს. სტალინის ძეგლი მალე ერთხელ და სამუდამოდ აღმოჩნდება ისტორიის სანაგვეზე, სადაც არის კიდევაც მისი ადგილი. ხოლო ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, მიხაკო წერეთლის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ამბროსი ხელაიას სულისკვეთება კლავაც და კლავაც სამარადჯამოდ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზას. ერთად ჩვენ მრავალი ქალცეცხლი გამოვიარეთ 2008 წლის ინტერვენციის სახით. პრაქტიკულად ცუნამი გადავიტანეთ. ჩვენ გამოვიარეთ ის ქარტეხილები, რომლებსაც ბევრმა ქვეყანამ ვერ გაუძლო, მაინც გავაგრძელეთ შენებას და განვითარება. ბევრ თქვენგანს აღიზიანებს ჩემი აჩქარებული ტემპი. მაგრამ თხოვთ მეც გამიგოთ, რადგან სულ კეფაში გზნობდი წარსულის ამაზე სუნთქვას. ეს უახლესი ბნელი წარსული ფეხ-დახ-ფეხ მოგდევდა. მაგრამ მომავალს მაინც წმენით და იმედით შევყურებდით. და არც ერთი წამით არ შეგვიჩერებია სვლა, სირბილიც კი. ამის ძალას კი მხოლოდ ჩვენი უსაზღრო სიყვარული გვაძლევდა ჩვენი სამშობლოს მიმართ. მეგობრებო, ჩვენ ყველაფერს გაუძელით, მაგრამ განადგურებას უდიდესი მსხვერპლის ფასად გადაურჩით. უპირველესად ჩვენი დაღუპული გმირების თავგანწირის შედეგად. ერთი დღეც არ გასულა, ისე რომ ჩვენ საუკეთესო იმ ახალგაზრდა ბიჭებზე არ მეფიქრა, რომლებიც დამპყრობელმა 2008 წლის
ინტერვენციის დროს ჩახოცა. ნუ გადავყრით წყალში მათ თავგანწირვას. ნუ მივცეთ დამპყრობელს უბრძოლოთ იმას, რაც მან ზოლით ვერ წაიღო და ვერ მოიპოვა. ამ მნიშვნელოვან მომენტში კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ. გაცდეთ თქვენ პოლიტიკურ განსხვავებებს, გვერდზე გავდოთ ძველი არაფრის მომცემი პოლემიკა და გავერთიანდეთ, რათა საკადრისი პატივი მივაგოთ ბრძოლებში დაცემულ ჩვენ გმირებს და ვიფიქროთ მათ ოჯახებზე, რომლებსაც ისინი დააკრათ. მინდა რომ ყველამ ერთად გავიზიაროთ იმ მეუღლეების, შვილების და მშობლების ტვირთი, რომლებაც მათი ცხოვრების უძვირფასესი ადამიანები დაკარგეს. მინდა რომ ყველას ვაჩვენოთ თუ როგორ ვამაყოთ მათით. მინდა მთელი ჩვენი სიცოცხლე და საქმიანობა მივიძღვათ მათ და სადაც არ უნდა ვიყოთ, ვიცხოვროთ ისე, რომ მათაც იამაყათ ჩვენი. მე ყოველთვის ვამბობ, რომ გიორგი ანწუხელიძე არის ქართული გმირობის, ქართული გაუტეხელობის და მთლიანობაში საქართველოს სიმბოლო. ლამაზის, ვაშკაცურის, რომელსაც დაპყრობლები ზურგზე ახტებიან, ურტყავენ, მაგრამ მაინც ვერ აჩოქებენ. მაგრამ ახლა მინდა მის დედაზე, ქალბატონ ლილიზე გითხრათ. ის რაც აქამდე არ მომიყოლია. როდესაც მას პირველად შევხვდი, პირად მე ცრებლებს ნამდვილად ვერ ვიკაებდი, მაგრამ იგი არ ტიროდა. მან მითხრა ძალიან შვიდად სიმტკიცით, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ამიერიდან საქართველოს გასაძლიერებლად გავაკეთებდით, იქნებოდა გიორგის პატივისცემა, დაფასება და მისი სიცოცხლის გაგრძელება. მე კარგად მახსოვს, როგორ ჩამოყალიბა ეს ყველაფერი. და მე გადავიდა როგორ ვითომ არაფერი იმაზე, რომ მათი სანაცეოს რამდენიმე წევრს სურდა კიდევ ჯარში სამსახური და მთხოვა დავხმარებოდი მათ ამაში. ეს ხდება მაშინ, როდესაც იგი უმძიმესი სოციალური გაჭირვების ფონზე გლოვობდა მისი ცხოვრების უდიდეს დანაკარგას, მის ერთადერთ ვაჟს. ეს ხდება მაშინ, როდესაც როგორც შემდეგ გავარკვიე, იმიტომ რომ თვითონ საერთოდ არ მითხრა, საკუთარი სახლიც კი არ ჰქონდა და ახლობლებს იყო შეკედლებული. ერი ყალიბდება მისი გმირების და წარსულის ხსოვნით, მათთან კავშირით. ეს აყალიბებენ ის დედები, რომლებიც სამშობლოს გმირებს უზდიან. ერი ასევე ყალიბდება თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალური ხედვით, რომელიც საერთო იდეად ფორმირდება. ჩემო თანამემამულენო. 10 წლის წინ მე შემოგთავაზეთ მოგზაურობა მომავალში. თუმცა არ დაგპირები ვართ, რომ დანიშნულების საბოლოო ადგილს აუცილებლად მივაღწევდით და ყველა გაჩერებას დროულად გავივლიდით. ეს შთამბეჭდავი მოგზაურობა იყო. ეს მომავალი დადგა დღეს და ის ძალიანად თქვენ გეკუთვნით. ახლა უკვე თქვენ ხართ პასუხისმგებელი ამ ერთობლივ მოგზაურობაზე, რომელიც არ და ვერ დამთავრდება აქ და ახლა. ჩვენ იმდენად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ამ გზაზე, რომ უკან მიხედვაც არ შეიძლება. თქვენ მხოლოდ წინ მომავლისკენ უნდა იყუროთ და ამ საოცარ მოგზაურობაში ჩვენი ქვეყნის წინსვლის გზაზე მე ყოველთვის თქვენ გვერდით ვიდგებით. მოდი, საკუთარ თავს ვკითხოთ, რა გვინდა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილებისთვის. ჩვენ ყველას გვინდა აყვავებული ქვეყანა. ხომ ასია? ქვეყანა, რომელშიც ყველა ოჯახი საიმედო თავშესაფარი იქნება, როგორც მოხუცებისთვის, ისე ბავშვებისთვის. სახლი, რომელშიც ყველა საკუთარი შრომით და შემოსავლით ირჩენს თავს. ჩვენ გვინდა დასაქმება და ღირსეული ცხოვრება ყველასათვის. პრეზიდენტობის დასაწყისში ვიხსენებ ერთმა თვითნასწავლმა ხატვარმა მაჩუკას სურათი, რომელიც მას შემდეგ მიკიდია ყველგან სადაც მუშაობ. ამ სურათზე გამოსახულია ცოლ-ქმარი, ორი საყვარელი პენსიონერი, ჭურჭლისა და საუზმეულის შესანახით ცარიელი კარადის ფონზე. ამ ხატვარმა მითხრა, ახლა ეს კარადა ცარიელია და შეივსება თუ არა ის, შენს პრეზიდენტობაზე იქნება დამოკიდებული. არასდროს მავიწყდება იმ ხატვრის სიტყვები. ის კარადა ალბათ დღესაც მხოლოდ ნაწილობრივ არის შევსებული. რადგან დანამდვილებით ვიცი, რომ ბოლომდე მის შესავსებად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი. ბოლო 10 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა საგრძნობლად გაიზარდა. ჩაიდო ინვესტიციები, გამოჩნდა ახალი შესაძლებლობები, მკვეთრად შემცირდა სიღარიბის დონე. მაგრამ ყველაზე მეტად მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ცხოვრობს სიღარიბეში. ძალიან ბევრი დედა და მამა ვერ შეძლებს სამუშაოს, რათა ნორმალური პირობები შეუქმნას საკუთარ შვილებს. ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ გაცილებით მეტია. გთხოვთ, ნუ დაყრეთ ფარხმას და ნუ მისცევთ საშუალებას მარტივ აფერისტულ და სრულიად ჩიხურ გადაწყვეტილებებს გაანადგუროს ჩვენი ეკონომიკა.
მომავალი, ძლიერი ეკონომიკის საჭიროა გახსნილობა, ინვესტიციების შემოსვლა, ტურისტებისა და ვიზიტორთა ნაკადის ფუძვის და საჭიროა დიდი თუ მცირე მასშტაბის უცხოური კაპიტალის მუდმივი შემოსვლა ქართულ ეკონომიკაში. ამიტომ ნუ შეუშვით ამ პროცესს ხელს. მივეგებოთ ყველას, როგორც სასურველ სტუმრებს და მეგობრებს, თუ გვინდა განვითარება, ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის, ხომ ასეა? ჩვენ ავაშენეთ სუვერენულ სახელმწიფო ყველაფრის მიუხედავად. ჩვენ გავაძევეთ რუსეთის აგენტები ჩვენი უშიშროების სტრუქტურებიდან, სადაც ყარად ქონდა მოკიდებული ფეხი. საფუძველი დაუდეთ შესანიშნავ ურთიერთობებს ნატოსთან და ევროკავშირთან. მაგრამ ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პრობლემა ჩრდილოეთ მეზობელთან. ჩვენ და ველაპარაკოთ მათ. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მშვიდობა, მაგრამ ომის არარსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მშვიდობას. მშვიდობა არ შეიძლება გაიცვალოს დამპყრობლის მორჩილებაზე და არ შეიძლება ვიყიდოთ დამოუკიდებლობის ფასად. თხოვთ, ნუ რავის ნუ მისცემთ შესაძლებლობას მსხვერპლად შესწიროს ჩვენი სუვერენიტეტი. არ მისცეთ რუსეთის აგენტებს დაბრუნების საშუალება. არასდროს არ თქვა თუ არის ნატოსა და ევროკავშირზე. ეს არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და არ მოიტანს კეთილდღეობას. ეს მოიტანს ქაოსს და გაღვთის დამოკიდებულს. ხოლო ძლიერ და დასავლეთთან ინტეგრირებულ საქართველოს შეუძლია ორხრივი პატივისცემის საფუძველზე დაამყაროს მშვიდობა რუსეთთან. ჩვენ ყველას გვინდა გაერთიანებული ქვეყანა. ხომ ასეა? როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და მინდა ყველას შევახსენო, რომ ამან ისე ჩაიარა, საქართველო დანაწევრებული იყო. აჭარას მართავდა ადგილობრივი სეპარატისტი ტირანი, ეთნიკური სომხებით დასახლებულ რაიონი მიტოვებული ყავდა ცენტრალურ მთავრობას და იქ საერთოდ ვერ შედიოდნენ ჩვენი შენაერთები და ვერც მთავრობა. მაშინდელ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა სამეგრელოსა და სხვა რეგიონების გაუცხოებისთვის, პანკისის ხეობა პრაქტიკულად უკონტროლო იყო. თქვენ გახსოვთ, როგორ დამხვდნენ ჩოლოქზე ასლანაბაშის რუსების მიერ გაცვლილი და მათი მეთაურობის ქვეშ ყოფილი სეპარატისტული შენაერთები, რომელთაც უარი უთხრეს საქართველოს პრეზიდენტს აჭარაში გადაადგილებაც. ეს იყო დაგსაჩლობის სიტუაცია და ძალიან ბევრი სხვა რეგიონი გრძნობდა თავს გარიყულად. მიუხედავად ამისა, ჩვენ შემოვიმტკიცეთ ყველა ეს რეგიონი. რა თქმა უნდა, რუსულმა ოკუპაციამ საშუალება არ მოგცა იგივე გაუკეთებია ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთანაც. მაგრამ რუსული ოკუპაცია მრავალი ფაქტორის გამო უახლოეს წლებში დასრულდება და ჩვენ კლავაც გავერთიანდებით. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ შევძლებთ შევქმნათ მიმზიდველი მოდელი, ღია, შემწყნარებელი და სწრაფად განვითარებადი ქვეყნისა. ის ხალხი, ვინც თქვენ გეუბნებათ, შეუტიოთ თქვენ მუსლიმ ძმებს, ან და შეურაცხყოფთ თქვენი აზერბაიჯანელი ან სომეხი ძმები, არიან საქართველოს ერთიანობის და გამთლიანების წრები. ისინი რუსულ თამაშს თამაშობდნენ. გთხოვთ, არ მისცეთ მათ საშუალება შებღალონ თქვენი სული. ჩვენ შემწყნარებლები ვართ და გვჭირდება კიდეც ვიყოთ შემწყნარებელი და ღია განსხვავების მიუხედავად. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავიფერფლებით ან დავკარგავთ ჩვენ სახელმწიფოებრიობას და ბოლოს ვიქცევით დანაწევრებულ გვამად ევრაზიულ ახალ გაერთიანებაში. ეს კი ერთი და იგივეა. რას მოუტანს ჩვენს წმენას და ჩვენ სახელს მეზობელზე შეტევა. ხოთ იმის ზეს, რომ ის არიზიარებს ჩვენ წმენას ან აქვს სხვა წარმომავლობა. არაფერს გარდა ნგრევისა და სირცხვილისა. ჩვენ ყველას გვინდა დემოკრატიული ქვეყანა, ხომ ასეა? ჩვენ ავაშენეთ ქვეყანა, სადაც მთავრობა იცვლება არჩევნებით და არა გადატრიალებით. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ახალი საპარლამენტო რესპუბლიკა და ხალხს დაუბრუნეთ ძალაუფლება. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, მაგრამ რა საჭიროა დღეს ეს დაჭერები, დევნა და ძალადობა. თუ ბრაზით, ბოღმით, საკუთარი კომპლექსებით მართული მოქმედებების და რევანშის წყურვილის გამო გსურს დავკარგოთ ის, რაც გვეავაშენეთ. ზოგიერთები ჯიუტად გვიბიძგებენ ამისკენ. და ეს ხალხი თქვენი მეგობრები არ არიან, მათ არ სურთ თქვენთვის კარგი. თუნდაც ზოგიერთი თქვენგანი მათ გაყვეს. დავინახავთ, სად წაიყვანს ჩვენ ქვეყანას ყოველივე ეს. მაგრამ თქვენი პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ მინდა გთხოვოთ გულისყურით გაიაზროთ რა ხდება და იფიქროთ სასიკეთო თუ არა ეს თქვენთვის, ამ ქვეყნისთვის. ჩვენ გვჭირდება არა რევანშის და ბრაზის მორიგი ტალღა, არამედ დემოკრატია და სტაბილურობა. ყველას გვინდა ევროპული საქართველო, ხომ ასეა? მახსენდება ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელსა და ვაშინგტონში. როდესაც ახლადარჩეული პრეზიდენტის რანგში ჩვენს ევროპელ და ტრანსატლანტიკურ მომავალზე საუბრობთ, ხალხი ესე თანაგრძობით და ცოტათი დამცინავად აგდებით მიღიმოდა.
ახლა არავის ეცინება. რადგან ასე ახლოს არასდროს ყოფილ ვართ ჩვენს ევროპულ მიზანთან. პრეზიდენტი სარკოზი, პრემიერ-მინისტრი ტუსკი, ევროპარლამენტი, ჩვენი ბალტიისპირელი მეგობრები აღარ გავაგზავნებს სხვა ევროპელი ლიდერების ჩამოსვლას, ხმამაღლა საუბრობენ ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის სრულიად ნათელ პერსპექტივაზე. ბუხარესტის სამიტში დაიწერა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ქართველების არ არის იმის დრო ვილაპარაკოთ ევრაზიული კავშირის შესახებ. გთხოვთ, ნუ დაუშვებთ ამ ფატალურ შეცდომას, რომელიც ჩვენმა ხალხმა წარსულში უკვე დაუშვა. ჩემო თანამემამულეო, არასდროს იყო ყმანოთ, არასდროს დაბრუნდეთ უკან. ჩვენ გზაზე, რომელიც მიდიოდა პროგრესისა და აყვავებისკენ და ევროპისკენ. ქონდა შეცდომები, ვიყავით სულსწრაფები და ხშირად ზედმეტად კაცრები. მინდა ბოდიში მოუხადო ყველას, ვინც უსამართლობის და დამცირების მსხვერპლი გახდა. ნანო უფრო ხშირად ზედმეტად ვენდობოდი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ზოგიერთი თანამდებობის პირს. როგორც გითხარით, მე ვიყავი ალბათ ზედმეტად ჩქარი და მოუთმენელი და კეთილმოსურნეები სიდინჯისკენ მომიწოდებდნენ ხოლმე. ჩვენი ქვეყნის სწრაფად რეფორმირების სურვილით არ გავითვალისწინეთ იმის აუცილებლობა, რომ ჩვენი მოქმედება აგვეხსნა და შეგვეთანხმებია მათთან, ვინც ეწინააღმდეგებდა ამ ცვლილებებს და ამ რეფორმებით დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება ჰქონდა, მაგრამ ხშირად ხო ამბობდნენ, რომ სააკაშვილი პიარს აკეთებს სინამდვილეში. მე ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო შედეგი, ვიდრე ამ შედეგის ახსნა და ამან ძალიან დაგვაზარალა. სასამართლო რეფორმა იყო ძალიან ნელი, ხოლო განათლების რეფორმა არასაკმარისად სიღრმისეული. ყოველივე ამაზე მე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. თუმცა არასდროს მოვიხდი ბოდიშ იმისთვის, რომ სურდა ხალხისთვის დაემბრუნებია სიამაყე და ძალაუფლება. მე არ მოვიხდი ბოდიშ იმისთვის, რომ გავანადგურე ორგანიზებული დანაშაული. ამოვძირკვე ყველანაირი კორუფცია და ავაშენე ახალი ქალაქები. მე არ მოვიხდი ბოდიშ იმისათვის, რომ მოვიარე მთელი ქვეყნიერება, სოფლიო, რათა მათ სამჟავროზე გაგვეტანა ჩვენი საერთო საქმე, ჩვენი სამშობლოს დაცვა ძლიერი მტრებისგან. მე ყოველთვის ვიამაყებ იმით, ვისი დასრულება ჩვენ ერთად შევძელით. ყოველთვის მექნება მოწიწება ჩვენი გუნდის ღვაწლისა და დამსახურებების მიმართ. აქ არიან ახალგაზრდა და გონება გახსნილი ადამიანები, რომელსაც შეძლოთ ბიზნესით ეშოვათ ფული, ან საერთაშორისო ორგანიზაციებში ემუშავათ და მარტივად ეცხოვრათ. მათ ყველაფერი მისცეს საკუთარ ქვეყანას. მით უმეტეს სახელმწიფოს სამსახურებში ფული ნამდვილად არ უკეთებიათ, მაგრამ ახლა ბევრ მათგანს სისხლის სამართლის დევნა ემუქრება. მინდა მათ გულწრფელად უთხრა, რომ თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს და ყოველთვის დავაფასებ ჩვენი თანამშრომლობის ღირებულ მომენტებს. საჭიროებას არ ითხოვს იმის თქმა, რომ მე ყოველთვის ვიდგები მათ გვერდით. ეს არის უფრო ფართოვი და სახელმწიფო აპარატი. ამას წინათ ერთ-ერთ ქუჩის კაფეში ვიჯექი, ახალგაზრდა ქალბატონი მოვიდა სურათის გადასაღებად და თავისი ისტორია მომიყვა. იგი ერთ-ერთი დიდი საზღვაო კომპანიის ხელმძღვანელია. მან მითხრა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ იგი ძალიან სწრაფად დააწინაურეს. ბევრი მისი მეგობარი ანატოლი, კლასელი, მთავრობაში დაინიშნა მაღალ თანამდებობაზე, დეპუტატები გახდა. მან მითხრა, რომ როცა ასეთი ახალგაზრდები ინიშნებიან, ეს უფროსებთან დაძაბულობას იწვევს და ბევრ გაუგებრობასაც. რა თქმა უნდა, რა თანამდებობაზეც არ უნდა ყოფილიყავით, ახალგაზრდებოდ ჩებოდითო. ემოციურები ვიყავით, ჩხუბობდით, გიჟურ რაღაცებსაც ვაკეთებით და შესაძლოა საერთოდ არ შევესაბამებოდით მაღალი თანამდებობის პირის სტერეოტიპებს, აი როგორ უნდა იყოს თანამდებობის პირი. მაგრამ ამ გოგონამ მითხრა, თავი რა, ხოლო ჩვენი ახალგაზრდული თავზე ხელაღებულობით შევძლებდით იმ შეუძლებელი საქმის სწრაფად და ენერგიულად გაკეთებას, რომელსაც შევეჭიდეთ. და ეს მართლაც ასეა. მე და ჩვენი უმრავლესობა, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა გავიზარდეთ არათავისუფალ ქვეყანაში. ამიტომ ყველა შემდეგი თაობა ხალხო, ბევრად უკეთესია. თუნდაც ის პოლიტიკურად არაპოპულარული ნაბიჯი იყოს, ერთი წუთითაც არ უნდა ვქნათ, რომ ახალგაზრდებს ყველა სფეროში გაუხსენი გზა და მივეცი პრიორიტეტი. გაჩნდა მიშას დროინდელი ახალგაზრდობა სახელმწიფო სტრუქტურებში. მიშას დროინდელი ერთიანი ეროვნული გამოცდებით უმაღლესებში მოსული ახალგაზრდობა. და მე ამით ყოველთვის ვიამაყებ. ძვირფასო თანამემამულე. როდესაც ჩვენ საქართველოს მმართველობა ჩავიბარეთ, საქართველოზე არსებობდა და მყარად ჰქონდა ფესვები გამდგარი რამდენიმე ძირითად დამპყრობლების მიერ შექმნილ მიწი. პირველი რომ ქართველები კარგები არიან ცეკვაში და სიმღერაში, ეს პუტინმაც გვერდ რაღაც ცნომაზე. სუფრასთან, რომ ეს ამავე დროს არის ძალიან კორუმპირებული და კრიმინალური ერი. ვერასდროს ვერ გაერთიანდება და ორგანიზებას ვერ შეძლებს. მით უმეტეს ვერ შეძლებს სახელმწიფოს ორგანიზებას.
ზღვის ომში მაგრები არიან, საკუთარში მოღალატე და ლაჩრები. ჭყუა სხვა მხრივადაც დიდად არ მოიკითხებათ. ჩვენ ამ წლებში შევცვალეთ საქართველოს და ასევე შევცვალეთ მასზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპები. ამასობაში ჩვენ არა მხოლოდ საქართველოს შევცვალეთ, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სამყარო, რომელიც აღარასდროს აღარ იქნება იგივე ქართული გამოცდილების გათვალისწინებით. მათი საზოგადოებები არ მიცემენ მათ საშუალებას. ჩვენ სერიოზული გავლენა მოვახდინეთ ბევრ სხვა ქვეყანაზე. ჩემო თანამემამულეო, თქვენ არ მომცეთ საშუალებას, რომ ტყუილი ვთქვა. თქვენ ვინც კიევში, ბიშკეკში, ბაკოში, ერევანში, ან თუნდაც მოსკოვში ყოფილიყავთ ამ ბოლო წლების განმავლობაში, ან ცხოვრობთ იქ. ხომ კარგად იცით, რომ როგორი კეთილი შურით და აღტკინებით საუბრობენ იქაურები ქართულ რეფორმებზე, ქართულ სასწაულზე. ამბობენ, რომ ამ პატარა ქვეყანამ გაუძლო მასზე 100-ჯერ უფრო დიდი სახელმწიფოს ზეწოლას და სრულმასშტაბიან სამხედრო ინტერვენციას, ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ემბარგოს, სოფლიო კრიზისს, შიდა არეულობას და ამ ყევების მიუხედავად ქვეყანამ შეძლო წინსვლა ყველაზე ლამაზი ქალაქების აშენება, კორუფციის და კრიმინალის აღმოფხვრა. ლეონიდ კრავჩუკი უკრაინის პირველი პრეზიდენტია, ამასიათ კიევში შემსაჯარო გამოსვლაზე მოვიდა. ეს კაცი თავის დროზე სხვაჩვენს აფხაზეთში დაგვეხმარა, როცა ხალხი ყავდა გამოსაყვანი თავის სატრანსპორტო თვითმფრინავით 93 წელს, სოხუმის დაცემის დროს და ის მოვიდა ამ შეხვედრაზე, ის იყო ერთ-ერთი ხელმომწერი ბელოვეჟის შეთანხმების, რომელმაც დაშალა საბჭოთა კავშირი. და მან მითხრა, რომ ხშირად ქუჩაში ხალხი აჩერებდა ბაზარში, ქუჩაში, მაღაზიაში და ეჩხუბებოდა, რომ რატომ დაშალე ეს ჩვენი ქვეყანა საბჭოთა კავშირში. და იცით რა მითხრა? ყოველთვის პასუხობდი აქამდე, რომ იცით რატო დავშალე? აი თუნდაც იმიტომ, რომ ისეთი ქვეყნები წარმოიქმნება, როგორც საქართველო უკვე არისო და ჩვენც გავხდებით. მარტში ოჯახთან ერთად რამდენიმე დღეთ ვიყავი ეგვიპტეში დასვენებად და შემდეგ გასაოცრად კაიროში, ჩვენთან სასტუმროში მოვიდა მაშინდელი მთავრობის 4 მინისტრი და მომიტანეს წიგნები, მათ მიერ არაბულად თარგმნილი ქართულ რეფორმების და ავტოგრაფები ჩაუმართვეს. ვერ წარმომედგინა, რომ ამ ხელა გავლენა მქონდა ამ ხელა რეგიონზე. განა არაფერს გეუბნებათ ის, რომ მედვედევი, რომელიც საქართველოს მთელი მსოფლიოს თვალწინ გაქრობით ემუქრებოდა 2008 წელს, იძულებული გახდა 2012-ში საჯაროდ ეთქვა, რომ რეფორმების ხრივ რუსეთმა საქართველოს უნდა მიბაძოს. ხოლო რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ნავალნი, რომელიც თავიდან ზიზღით გრუზინების ნაცვლად გრიზუნებს გვიწოდებდა, ბოლო წლებში ამბობდა, რომ რუსეთისთვის მომავლის საოცნებო მოდელი არის ჰონკონგი, სინგაპური და საქართველო. არაფერს გეუბნებათ ის, რომ რუსი ტურისტები, რომელთაც ჩემი ინიციატივით სამხრეთად გაუხსენით საზღვარი, ასე აღფრთოვანებული არიან ამ ახალი საქართველოთი. ამიტომაც გავხდით ფასეული დანარჩენ მსოფლიოსთვის და ეს არ უნდა დავკარგოთ. ჩვენ რაღაცაად ისე შევეჩვიეთ სხვა შორის, რომ ქვეყანაში, რომელსაც ადრე რუკაზე ვერავინ ვერ პოლობდა, ჯორჯ ბუში ჩამოდიოდა და ქართულ ცეკვებს ცეკვავდა და მთელი მსოფლიოსთვის მისაბად შუქურას გვიწოდებდა. რომ ევროპის მთავარი ლიდერი, საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი თავის საარჩევნო კამპანიას თბილისში დიდი გამოსვლით ხსნიდა. ეს ყველაფერი ბოლოს გამოგვადგა დიდი განსასწრების ჯამს, როდესაც 2008 წელს რუსული ტანკები თბილისზე მოდიოდნენ. რუსეთის მთავრობამ საფრანგეთის და ამერიკის ლიდერებს განუცხადა, რომ მათი მიზანი თბილისის აღება, საქართველოს განადგურება და ჩემი მოკლა იყო. შეშფოთებულ ამერიკელებმა შეუმითვალეს, რომ ამერიკის მთავრობამ მზად იყო თვითმფრინავებით მოეხდინა ჩემი ევაკუაცია. ერთ-ერთმა ევროპულმა დიპლომატმა მითხრა, რომ რუსები დათანხმდნენ, დროებით გაეხსნა თბილისის აეროპორტი, ჩემი ოჯახის და მთავრობის წევრების თვითმფრინავით გაეშვა და რათა ჩვენ თავი გადაგვარჩინა. ამ დროს მე თვალწინ მქონდა 1921 წელი საქართველოს მაშინდელი მთავრობის მიერ ქვეყნის მიტოვება. იმ იმედით, რომ ეს ყველაფერი დროებით იქნებოდა. დავთქვი, რომ უცხოეთში მათ შემდგომ ცხოვრებას სამშობლოსი სიკვდილი ჯობდა ნამდვილად. და სწორედ ამ დროს გამახსენდა უინსტონ ჩერჩილი. ჩვენ არასდროს დავნებდებით. მისი სიტყვები. მას შემდეგ ჯვართან ერთად გულზე ყოველთვის ვატარებ ამოტვიფრულ ჩერჩილის ამ სიტყვებს. არასდროს დანებდე, არასდროს არ ჩამოუშვა ხელები. ამიტომ სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს ესე დადგა. ჩვენ გავერთიანდით. მეხუთე კოლონა სუსტი იყო. ამ ხელა საერთაშორისო რეპუტაცია ჰქონდა, ჩამოვიდა 6 ევროპელი პრეზიდენტი და ჯორჯ ბუშმა დაძრა მე-6 ფლოტი საქართველოს გადასარჩენად. ხოლო ამერიკის ერთ-ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა თქვა, დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი ჩამოვიდა ბომბების ქვეშ ჩვენ დასახმარებლად. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით კიდევ ბევრი გეგმა დამრჩა განუხორციელებელი. ადრე ხშირად მithქვავს და ეს ასეა, რომ
სოხუმი ძალიან ხშირად მესიზმრება. ჩემთვის სოხუმი იდეალური ქართული ქალაქია. ლამაზი, თბილი, სრულიად სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისა და აღმსარებლობის ხალხი დასახლებული, რომლებიც სრულ ჰარმონიაში იმყოფებიან ერთმანეთთან. სადღაც ნიჭიერება და პატიოსნეობა ფასდება და ხალხი თავის შრომით ახდენს სასწაულებს. ეს სოხუმი აღარ არსებობს. ვინაიდან ჩვენმა დამპყრობლება დროებით გაანადგურეს. რუსეთი იქიდან გარდაულად წავა და ჩვენ სიზმრებს ცხადად ვაქცევთ. თუმცა მანამდე მე ხელები არ ჩაუმიშვია და დავიწყე ლაზიკას მშენებლობა. ჩემი გეგმით ლაზიკა უნდა ყოფილიყო ისეთივე ქალაქი, წარმატებული, მომავალზე ორიენტირებული, დღედაღამე მუყაითად შრომერი ხალხით დასახლებული, საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ხალხით და უცხოეთიდან დაბრუნებული ჩვენი თანამემამულეებით. ქალაქი, სადაც ნაცნობ მეგობრობით და ნათესაური კავშირებით კი არა, ნიჭით და შრომით გაიკვლევდნენ გზას. ქალაქი, სადაც უსამართლოდ ვერავის დაჩაგრავდნენ. ქალაქი, სადაც ხალხი ბედნიერად და დიდრულად უზრუნველყოფილად იცხოვრებდა. სწორედ ამ ქალაქს უნდა გაერთიანება ის გამოცდილება, რომელიც მივიღეთ ბათუმის, ქუთაისის და სხვა ადგილების აღშენებლობით და მთელი მსოფლიოს დასანახად და აღსაღვთოვანებლად უნდა შეგვექმნა ახალი ქართული სასწაული. ამ სასწაულის შექმნა, ისევე როგორც ჩემი ოცნების, რომელიც თითქმის განვახორციელე და ბოლოს შემიჩერეს ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, რომელიც საფუძვლებს ჩაუყრიდა ახალ ქართულ საგანმანათლებლო სისტემას, დროებით გადაიდო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ დროებით და ის აუცილებლად გაკეთდება. თუ ამას მე ვეღარ შევძლებ, მიშას დროინდელი ახალგაზრდობა მიიყვანს ბოლომდე. გასული 10 წლის განმავლობაში მე ერთი წამით არ შემიჩერებია შრომა და ბრძოლა ქვეყნისა და თქვენი ინტერესების დასაცავად. შემიძლია ვთქვა, რომ ქალაქების თითქმის ყველა უბანში, სოფლების უმეტესობაში ვარ ნამყოფი და ძალიან ბევრ ოჯახში ვარ შესული. მე არ დავღრილ ვარ და არც დავიღლები და სადაც არ უნდა ვიყო, შრომასაც გავაგრძელებ და ბრძოლასაც. პირადად მე დასვენება არ მჭირდება. მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც თქვენ უნდა დაისვენოთ ჩემგან. თუმცა არასდროს დავიწყოთ ის, რომ ქვეყნის წინსვლასა და თავისუფლების ბრძოლის საქმეში ჩვენ როგორც ერთს დასვენების დრო არც ახლა გვაქვს და არც მომავალში გვექნება. როდესაც კიევის უნივერსიტეტში მოსახვედრად თბილისში ვაბარებდი გამოცდას, მეორე დღეს უნივერსიტეტის ველოდებოდი შედეგების გამოცხადებას და მეგაფონში გამოაცხადეს, რომ როგორც ოქროს მედალოსანი ერთი გამოცდით ჩავირიცხე კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში. თავქუდმოგლეჯმა ავირბინე მაღლივი კორპუსის კიბე, წავიფორხიალე და წავიქეცი. იქ დგომი მილიციელი წამოდგომაში დამეხმარა, ესე მხარზე ხელი დამარტყა და მითხრა, ის რაც მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება. თავარი დაცემა კი არა, არამედ ფეხზე წამოდგომაა და შენ ახლა ყველაფერს თავიდან იწყებ. ყველაფერი წინ არისო. ვიდრე საბოლოო ნავთსაყუდელს მივახცევთ, წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი და ზღვები, რომლებიც უნდა გადავცუროთ, შესაძლოა კვლავაც ქარიშხლიანი და აგრესიული აღმოჩნდეს. იქნება აღმაფრენებიც და დაცემებიც. წამს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ წინ აქვს შეხვედრა თავის ნათელ მომავალთან. მე ყოველთვის თქვენ გვერდით და თქვენთან ერთად ვიქნებით. თუმცა სხვა შესაძლებლობებით და სხვა შენობიდან. რაზეც უარი არ მithქვას არის ის, რომ ყოველთვის ვიქნები ჩვენი ამაყი ქვეყნის ამაყი მოქალაქე. ერთ-ერთი მრავალთაგანი თქვენ შორის. ჩემო დებო და ძმებო. ჩვენი საყვარელი საქართველოს შვილებო. ამ დღეებში Facebook-ზე და სხვა არხებითაც მადლობის უამრავ წერილს ვიღებთ ბევრი თქვენგანისგან. მაგრამ დღეს დადგა დღე, როდესაც კიდევ ერთხელ საბოლოოდ მინდა თქვენ გითხრათ მადლობა. უსამოდ მადლიერი ვარ. თქვენი და ქეცვიხრი თქვენს წინაშე. ძალიან მიყვარხართ ხალხო. და დღეგრძელი იყოს ჩვენი თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველო.